ეხლა კიდევ რამდენიმე განმარტება ბიოსტანდარტის შესახებ პირველ რიგში ანტიბიოტიკების გამოყენებაზე. ეხლა ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ აუცილებელია რაღაც დრო გავიდეს, ვიდრე მის ხორცსა და კვერცხს გამოვიყენებთ და ეს როგორც წესი, თქვა კონვენციალურ მეურნეობაში არის დაახლოებით 5-7 დღე. ბიომეურნეობაში ასეთ შემთხვევაში ეს რიცხვი ორჯერ იზრდება და უკვე 2 კვირა იქნება და არა 1 კვირა. ანუ თუ ანტიბიოტიკი მივეცით ფრინველს ბიომეურნეობაში, ასეთ შემთხვევაში 1 კვირა საერთოდ არ შეიძლება მისი ხორცის ან კვერცხის გამოყენება. 1 კვირის მერე შეიძლება ოღონდ უკვე ბიოსტატუსი არ ექნება და თუ გვინდა ბიოსტატუსი აღდგეს, ასეთ შემთხვევაში 2 კვირაც კარგად უნდა დავაცალოთ. ანუ ჩვეულებრივ კონვენციურ მეურნეობასთან შედარებით ორჯერ მეტი დრო უნდა გავიდეს. ანუ დაავადების დამთავრებიდან, უпростоრად ანტიბიოტიკების კურსის დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ ფრინველის ხორცი ისევ ბიოსტატუსის მქონე ხდება. ესეა კანონმდებლობით. და ბიოსტატუსს კარგავს მხოლოდ დროებით აი ამ 2 კვირის განმავლობაში. ეხლა კიდევ ერთი განმარტება, რაც შეეხება 4 კვადრატულ მეტრ, ესე იგი, გამოსასეირნებელ ფართობს ერთ ფრთა ფრინველზე. ეს, როგორც მოგახსენეთ, რეალურად ფრინველისათვის, კატბისათვის კონკრეტულად არის ძალიან ცოტა. 4 კვადრატულ მეტრი არაფერში არ ეყოფა ფრინველს. უბრალოდ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ფორმალურად დაკეთებული, რომ მეურნეობას ბიო დაერკვას და რეალურად ასეც არის ალბათ ბიომეურნეობების უმეტესობაში. იმიტომ რომ აქ ვიმეორებ, ვერანაირად ვერ შენარჩუნდება ის ხარისხი კვერცხის, გარდა ამისა ავადობა ნაწლავური ინფექციებით იქნება საკმაოდ ხშირი. რაც მთავარია, აი ამ ფართობზე ფრინველი ისე ამოძირკვავს ყველანაირ მცენარეულობას, ისე გაანადგურებს, რომ ის მოთხოვნა, რაც არის საწყისი, რომ ეს ფართობი დაფარული იყოს მცენარეებით და ძირითადად ბალახით, ვერ იქნება შესრულებული. არა თუ 4 კვადრატულ მეტრზე, არამედ 12 კვადრატული მეტრიც კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. ეხლა კონვენციურ მეურნეობაში, სადაც ფრინველს საერთოდ არ ასეირნებენ 1 კვადრატულ მეტრზე, შეიძლება ვთქვათ ღრმა საფენზე, რაც ნახევარ სანტიმეტრს წარმოადგენს, 9-10 ფრთა ფრინველის ჩასმა. ეს კონვენციურ მეურნეობაზე. ეხლა როდესაც თქვენთვის აკეთებთ რაღაცას, ასეთ შემთხვევაში ვთქვათ, იგივე გამოსასეირნებელ ფართობზედაც რომ გააკეთოთ ისევ ღრმა საფენი, რომელიც შეიწევს ფრინველის ფეკალიებს და გარდა ამისა ეს ღრმა საფენი თუ პერიოდულად დამუშავდება ტრიხოდერმის პრეპარატებით, ან კიდევ უკეთესი ბიოდესტრუქტორით, ასეთ შემთხვევაში მოხდება მისი სრული დეზინფიცირება და ბევრად უფრო ნაკლები კონტაქტი ექნება ფრინველს თავის ინტაქტურ ფეკალიებთან, ვიდრე ბიომეურნეობის შემთხვევაში. ანუ მისი ფეკალიები მაშინვე იქნება, ვიმეორებ, დეზინფიცირებული იმ მიკროორგანიზმების მიერ, რომლებიც არის აი ამ თივაში ან ნახევარში. მაგრამ ამისათვის ვიმეორებ, აუცილებლად წინასწარ უნდა დავამუშავოთ და პერიოდულად ეს დამუშავება მოხდეს. და გარდა ამისა, გარკვეული პერიოდულობით უნდა მოხდეს ამ საფენის შეცვლა. ვთქვათ, მე თვითონ სადღაც 2 თვეში ერთხელ ამ საფენის უცვლი
ისე რომ მთლიანად იცვლება, ხოლო ორ კვირაში ერთხელ ხდება მისი დამუშავება ტრიხოდერმით. გარდა ამისა, ასევე ორ კვირაში ერთხელ ხდება ცოტა დამატება აი ამ საფენის და მერე ეს ახალი საფენი ტრიხოდერმით მუშავდება. ასე ფრინველის, ესე იგი, დაცვა ხდება საკმაოდ ეფექტურად ნაზლავური ინფექციებისაგან და თუ იმას დავუმატებთ, რომ ამასობაში მევაძლევ ჭინჭლის ნაყენს და კვირაში ერთხელ და გარდა ამისა კვირაში ერთხელ ბიფიდობაქტერიებს მაწვნის სახით. ვაშლის ზმარი კი ბარემ კარგია, მაგრამ ცოტა არ იყოს ძვირია და არ ვიყენებ. ესე გამოირკვა ფასების სტრუქტურით. პრაქტიკულად, ასე იგი, აი ნაწლავური ინფექციების საერთოდ არ ყოფილა ამ ფრინველებში. გარდა ერთი ახალი ნაყიდი და ახალ შემოყვანილი ფრინველისა. იმასთანაც ერთ კვირაში ყველაფერი მურჩა და ახლა არის ჯანმრთელად და ბედნიერად. მადლობთ ყურადღებისათვის.